თავი მე-12. მეგობრის განჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს. იგავდა 27 თავის მე-6 მუხლი. ნებისმიერი რამ, რაც ღვთის სიწმინდეს ამცირებს ან ანადგურებს ღვთის სიყვარულზე ცრუ წარმოდგენის მეშვეობით, მცდარია ღვთიური გამოცხადების თვალსაზრისით, რომელიც იესო ქრისტეში მოგვეცა. ოსვალდ ჩემბერსი. პირადი მწვრთნელი გახლავთ ადამიანი, რომელიც კლიენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს. გარკვეული თვალსაზრისით, პავლე მოციქული სწორედ ასეთ სულიერ მწვრთნელობას გვირჩევს. ღვთის მიერ მითითებული გზებით სიარული აუმჯობესებს არა მარტო ჩვენი, არამედ იმ ადამიანების ცხოვრების ხარისხსაც, ვისაც ვემსახურებით. ჩვენ არ შეგვიძლია ღვთის გზების გაუმჯობესება. ამ მხრივ ადამისა და ევას მცდელობა კრახით დასრულდა. ისინი მრავალთაგან პირველები იყვნენ, რომელთაც ეს უგუნური საქმე წამოიწყეს. ამრიგად ჩვენ, როგორც მწვრთნელებს, არა მხოლოდ მითითების მიცემა, არამედ საწვრთნელთა გაფრთხილება და გამოსწორებას გვმართებს. თუ ასე არ მოვიქცევით, ამ ადამიანებს მწუხარებისა და ნგრევის დაღმართზე დაშვების უფლებას მივცემთ. სწორედ ამიტომ არიგებს პავლე ტიმოთეს, შენ როგორც სახარების მქადაგებელმა, ხალხს უნდა აჩვენო, რომ მათი ცხოვრების ზოგიერთი მხარე არასწორია. ტიმოთეს მიმართ მეორე წერილის მე-4 თავის მეორე მუხლი. ეფესელთა მიმართ პავლეს წერილის დასაწყისში იგი ჩვენს ახალ ბუნებაზე ლაპარაკობს, რომელიც გამაძლიერებელ მადლთან მჭიდრო კავშირშია. ამ ორი მახასიათებლის კომბინაცია მორწმუნეს გარდაქმნილი ცხოვრების მდგომარეობაში ამყოფებს, ქრისტესთან გაიგივების უნარს აძლევს და საზიანო გზების განიფარავს. პავლე მითითებების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელიც ასეთ ცხოვრებას განსაზღვრავს. ისინი მძიმე ან შეუძლებელი როდია ძველი აღთქმის მცნებების მსგავსად. ეს იმ ქცევათა ერთობლიობაა, რომელთაც ჩვენგან ელოდებიან ახალი ბუნების ფლობის კვალდაკვალ. ახლა წავიკითხოთ მისი სია. ოღონდაც სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდად შეშვენით. ასევე არ შეგფერით ბილსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ პირიქით, მადლიერება. ნუ დათვრებით ღვინით. ეფესელთა მე-5 თავის მე-3 მუხლიდან მე-4 მუხლის ჩათვლით, ასევე მე-18 მუხლი. როგორც ჩანს, საქმე ისევ შეიძლება და არ შეიძლებასთან გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ გახლავთ მცნებები, რომელთა დაცვითაც გადავრჩებით. ეს არის მითითებების სია, რომელიც ქვეყნიერებასთან მრუშობისგან გვიფარავს, რათა იესოს ცხადად თანდასწრებაში დავრჩეთ. ნება მიბოძეთ ხელახლა ჩამოვთვალო ყველა ეს ცოდვილი ქცევა. წინა თავში განხილული მითითებები შემდეგია. ნუ იცრუებ. ნუ შესწოდავ მრისხანებისთვის ადგილის მიცემით. ნუ მოიპარავ. ნუ გამოიყენებ ბილწ და აბუჩად ამგდებს სიტყვებს. აი დარჩენილი მცნებებიც. ნუ იმრუშებ. ნუ იქნები უწმინდური. ნუ იქნები ხარბი და ანგარებიანი. ნუ მოყვები ბილწ ამბებს, ნუ ილაქლაქებ, ნუ მოყვები უხამს ხუმრობებს, ნუ დათვრები ღვინით. ახალი აღთქმა მადლის სიტყვაა, რომელზეც მრავალი ამბობს, რომ არ შეიცავს აკრძალვებს. თუმცა ეს სია ახალი აღთქმის მხოლოდ ერთი წერილიდან საწინააღმდეგოზე მეტყველებს და მისი გაგრძელება შეიძლება. ბედის ირონიის სწორედ იმ მოციქულმა შემოგთავაზა ხსენებული ჩამონათვალი, რომელსაც მადლის სიღრმისეული გამოცხადება მიეცა. ნუ თუ შეიძლება ამ ცნებების უგულვებელყოფა ან ზერლეთ მოკიდება? ჩვენი სიის პირველი მცნება გახლავთ ნუ იმრუშებ. ჩვენ როგორც ღვთის ძეებმა და ასულებმა არ უნდა ვიმრუშოთ. არ უნდა ჩავერთოთ ჰომოსექსუალურ კავშირებში და მოვერიდოთ ყოველგვარ სქესობრივ ურთიერთობას ქორწინების ფარგლებს მიღმა. მეტისმეტად ხშირად შევხვედრი ვარ ერთად მცხოვრებ წყვილებს, რომლებიც ქრისტიანობას აღიარებენ. ეს არ გახლავთ იშვიათობა, ფაქტობრივად მეტისმეტად გავრცელებულიც კი ეკლესიებში. ბევრი მათგანი ევანგელურ მსახურებებს ესწრება. ისინი ხმამაღლად საუბრობენ თავიანთ რწმენაზე და დიდი ენაწყლიანობით გვიამბობენ, რა საკეთებს ღმერთი მათ ცხოვრებაში. მათგან არ იგრძნობა არავითარი მინიშნება მხილებაზე, სინანულსა და ნაღველზე. მათ უბრალოდ არ სჯერათ, რომ დაუქორწინებელი წყვილის ერთად ცხოვრება ცოდვაა. რატომ? შესაძლოა მათ არასდროს სმენიათ კათედრიდან პავლეს, პეტრეს, იაკობის, იოანესა და იუდას მსგავსი მქადაგებლების სიტყვები ღვთისმოსაობითა და სიწმინდით ცხოვრებაზე. მათი მწყემსების საკვირაო ქადაგებები ამაღლებული და გამორჩეულია, მაგრამ არავის უპირისპირდება ამ ხელს. ისინი წმინდა ცხოვრებისთვის წვრთნის გარეშე არიან დარჩენილები. ჩვენ საზოგადოებაში ეს მიღებულია. უფრო მეტიც, კარგი დიად ითვლება ერთად ცხოვრება, სექსი ქორწინებამდე, ან ჰომოსექსუალურ წყვილთა თანაცხოვრება. სამწუხაროა, რომ ჩვენი ევანგელური ეკლესიების მორწმუნეების ცოდნა წმინდა წერილის შესახებ ხშირად ზედაპირულია. ღვთის სიტყვის დაჟინებით კვლევის უარყოფა მრავალი ჩვენგანი მიიყვანა ირგვლივმყოფი საზოგადოების იდეების გათავისებამდე. უკვე დომინირებს აზრი, თუ ერთმანეთი გვიყვარს, რატომ არ უნდა ვიცხოვროთ ერთად. რას ვიტყვით ჰომოსექსუალიზმზე?
ესეც მეტად გავრცელებულია და არა მარტო მათში, ვისაც ეკლესიაში ფეხიც არ შეუდგამს. ამას წინათ ერთი ქალბატონის ფოტოსურათები მაჩვენეს Facebook-ზე, რომელიც ადრე საეკლესიო მსახურებაში განყოფილების მმართველი იყო. ახლა მას ერთი ქალი უყვარს და მასთან ერთად ქორწინების გეგმებს აწყობს. დიდი მწუხარებით უყურებდი მათი ნიშნობის და სხვა ახლო ურთიერთობების ამსახველ ფოტოებს. ადრე ყველა ღვთისგან განდგომილმა იცოდა რა მდგომარეობაშიც იყო. ახლა კი ეს ქალი ენთუზიაზმით ლაპარაკობს ღვთის სიყვარულზე და მისთვის თავის მიწუნაზე. როგორ შეუძლია მას სხვა ქალზე დაქორწინება, როცა იესო ნათლად ამბობს: ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. რა კი ღმერთმა შეაუღლა ისინი ორგანული კავშირით, არავინ გაბედოს მისი ხელოვნების გაუწმიდურება. მათეს სახარების მე-19 თავის მე-4-მე-6 მუხლები. იესო ამბობს, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და დედაკაცისათვის, ორი განსხვავებული სქესისათვის. რატომ არ იცის იმ ქალმა, რომ ღვთის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტს აუწმინდურებს? იქნებ მის შესახებ საკმარისად ნათლად არ მოისმინა კათედრიდან. მესმის, რომ საერო საზოგადოება შორდება ღვთის თავდაპირველ ჩანაფიქრს ქორწინებაზე. ურწმუნოებს ცოდვილი ბუნება აქვთ. დაღუპული მამაკაცები და ქალები უღმერთოდ ცხოვრობენ ქვეყნიერებაზე და მათი წარმოდგენა ნამდვილად კარგსა და ბოროტზე შეზღუდულია. მათი ქცევის გამო არ უნდა დავითრგუნოთ, რადგან იმას ფიქრობენ და აკეთებენ, რასაც ბუნება კარნახობს. გაცილებით რთულად არის საქმე მორწმუნეებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნიერებისგან იღებენ ეგრეთ წოდებულ კარგს და მას ღვთისთვის მისაღებად წარმოგვიდგენენ. სტატისტიკურად იზრდება ეკლესიების რიცხვი, რომლებიც ჰომოსექსუალური ცხოვრების სტილისა და ქორწინების წახალისებას ეწევიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიები ასე მარტო იმით როდი იქცევიან, როცა პირდაპირ მოუწოდებენ მრევლს, არამედ იმითაც, რომ ზდუმან. ყურადღებით მოისმინეთ ეს სიტყვები. როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, დაბრკოლებას დაუდებ წინ და მოკვდება, რადგან არ გააფრთხილე. თავის ცოდვაში მოკვდება ის და მართალ საქმეებს მან რომ მოიმოქმედა, აღარ გაიხსენებენ. მის სისხლს კი შენგან მოვიკითხავ. ეზეკიელის მე-3 თავის მე-20 მუხლი. ეს გაფრთხილებაა მორწმუნის მართალი კაცის მიმართ. თუ მორწმუნეებს თავიანთი ცოდვების შესახებ არ გავაფრთხილებთ, შედეგები სერიოზული იქნება. შესაძლოა შემეწინააღმდეგოთ. ჯონ, ეს ხომ ძველი აღთქმიდანაა. როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი აღთქმის ეპოქაში მსახურის ხელიდან ვინმე სისხლი მოეკითხება? ერთხელ წინამძღოლების კონფერენციაზე ვილაპარაკე, სადაც ერთი მწყემსი ამ საკითხზე შემეკამათა. იგი გაბრაზდა და ასე მითხრა: როგორ ბედავ რომ სხვის სისხლს ჩვენ ზედებ, ეს ხომ ძველი აღთქმიდანაა. მე მას ასე ვუთხარი: ხომ არ გადაშლიდით ბიბლიას და საქმეთა წიგნის მე-20 თავის 26 და 27 მუხლებს ხომ არ წამიკითხავდით? აი რა ამოიკითხა ზემოხსენებულმა მწყემსმა. ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა თქვენგანის სისხლისგან, რადგან არაფერი დამიკავებია და ღვთის სრული ნება, გეგმა და ჩანაფიქრი განგიცხადეთ. მწყემსმა განსვიფრებით შემომხედა და მითხრა: ჯონ, რამდენჯერ წამიკითხავს ეს ადგილი, მაგრამ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ჩვენი საუბრის ბოლოს მან თქვა: ძალიან მწუხვარ რომ ბრალი დაგდე. ვაფასებ მის გულწრფელობას. ამ მონაკვეთით მინდა უშუალოდ ეკლესიის წინამძღოლებს დაველაპარაკო. ეს გახლავთ პავლეს სიტყვები ეფესელი უხუცესების მიმართ, მაგრამ ჩვენს დაგვედება მსჯავრი თუ მასწავლებლები და მქადაგებლები ღვთის სრულ ნებას არ განმუცხადებთ მის ერს. თუ მხოლოდ ამ ამაღლებელი სტილით ვილაპარაკებთ, ღვთის სრული ნების საკმაოდ დიდ ნაწილს დავმალავთ. შესაბამისად, ჩვენი ხალხი იქითკენ გადაიხრება, რასაც ქვეყნიერება კარგს უწოდებს, ისევე როგორც უწვრთნელი შვილის ჩადის უგუნურებას. დასკვნა ასეთია: მათი სისხლი ჩვენზე იქნება. ნება მიბოძეთ კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. უყურებდი, როგორ გამოუცხადა ერთმა მწყემსმა ეკლესიას, რომ მამათმავალი იყო და ეს მოხდა მისი მეგა ეკლესიის ვებგვერდზე მიმდინარე მსახურების გაშუქებისას. მან თქვა, როგორ დაღალა ამ ამბის დამალვამ. მას არ სურდა, რომ ამგვარი ცხოვრების სტილის მიმდევრები კვლავ დატანჯულიყვნენ მხილებით. მან ამას მსჯავრდადება უწოდა. იგი სისტემატურად კითხულობდა ბიბლიის ყოველ მუხლს, რომელიც ჰომოსექსუალურ კავშირებზე ღვთის თვალსაზრისს აცხადებდა და არც ერთ მათგანს არ ითვალისწინებდა. შემდეგ გაბედულად უთხრა მაყურებლებს: პავლე მოციქული ძლიერი იყო ქრისტეს რეალობაში და მშიშარა ურთიერთობაშიო და ამით ჩაახშო პავლეს გაფრთხილება ხსენებულ ცოდვაზე. მწყემსი განაგრძობდა ახსნას, რომ პავლემ რაღაცეები აურია რომაელთა მიმართ წერილის პირველ თავში, როცა შემდეგი აზრი გამოხატა: თუ ღმერთს თაყვანს არ ვცემთ, შესაძლოა ჰომოსექსუალობის ცოდვით დავასრულოთ. იხლეთ რომაელთა მიმართ წერილის პირველი თავის 21-დან 27 მუხლის ჩათვლით. ამ მწყემსის თანახმად, პავლეს სიტყვები არ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს, რადგან მისი აზრით, ამერიკის თაყვანისცემის წინამძღოლთა ნახევარი ჰომოსექსუალია. მაინტერესებს რა კვლევამ გამოავლინა ამგვარი სტატისტიკა. სანამ ეს კაცი ლაპარაკობდა, მრევლიდან რამოდენიმე ადამიანის ოვაციები დავაფიქსირე, რომლებიც მას ფეხზე წამოუდგნენ. როცა ამ მწყემსის დამახინჯებული აზრები მოვისმინე, ღმერთი დამელაპარაკა და მითხრა: წაიკითხე რომაელთა მიმართ წერილის პირველი თავი. აი რა ვიპოვე იქ.
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო უნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთი მეორეს მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან შადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი სტუნებისთვის. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის გამკეთნის სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებელსაც უწონებენ. რომაელთა მიმართ წერილის პირველი თავის 26-27 მუხლები, ასევე 32 მუხლი. როგორ შეუძლია ამ მსახურს წმინდა წერილის მუხლის უგულებელყოფა, რომელიც მამათმავლობას სამარცხვინოს უწოდებს? სულიერად მოაზროვნე ადამიანისათვის ძნელი გასაგები არ არის, რომ ამგვარი სქესობრივი ქცევა არაბუნებრივია. ამას ცხოველებიც კი არ აკეთებენ. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ხსენებულ ცოდვას ყურადღებას არ აქცევს, იწონებს ან ახალისებს? წარმოიდგინეთ მაღიარებელი ქრისტიანები, რომლებიც ამ გულისთქმას ებრძვიან და ხსენებული მწყემსის სიტყვები მოისმინეს. გაუძლებენ კი მათ გულში არსებულ მწველ სურვილს და დათმობაზე არ წავლენ ცოდვილი ცხოვრების სტილთან? მათი სინდისი შიგნიდან ლაპარაკობს, არასწორია ღვთის შვილისათვის ამის კეთება. სამწუხარო იქნება თუ მწყემსის სიტყვებს შინაგანი ხმის გასაჩუმებლად გამოიყენებენ. იგი არა მარტო თავად დაექვემდებარა მსჯავრთა დებას, არამედ სხვებიც წაახალისა იგივეს საკეთებლად. რას ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც ფეხზე წავამდგარი გამოხატავდნენ მოწოდებას იმ ეკლესიაში? რომელთა მიმართ პირველი თავის 32 მუხლის გაფართოებული თარგმანი გვეუბნება, რომ ყველა ვინც გამკეთებელს უწონებს, მსჯავრთა დებას ექვემდებარება. რა ვუყოთ პავლეს სიტყვებს? განაარიცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. თავი არ მოიტყუოთ, ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანის მცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-6 თავის მე-9 მუხლები. ცხადია, სხვა დამაზიანებელი ცოდვებიც არსებობს, მაგრამ არ უნდა უგულვებელყოთ ის, რასაც მოყვანილი მონაკვეთი გვეუბნება უკუღმართ სქესობრივ ცოდვებზე. ქვეყნიერების სავალი გზა და მიმართულება მომწამლელია. თუ ჩვენ კათედრებიდან არ გამოვაცხადებთ ჭეშმარიტებას სქესობრივი უზნეობის შესახებ, ადამიანებს არ ეცოდინებათ ღვთისთვის მოსაწონი ქცევები და ბოროტის მიერ იქნებიან გასულელებული. ისინი არა მარტო მიიღებენ იმას, რასაც ქვეყნიერება კარგს უწოდებს, არამედ ჩათვლიან, რომ ღმერთი ამას იწონებს. აკრძალვების სიაში მომდევნო პუნქტია ნუ გაუწმინდურდები. თავის შორს უნდა დავიჭიროთ ყოველგვარი სახის პორნოგრაფიის, უხამსი ვიდეოების და არაწმინდა აზრებისგან. იესომ თქვა, ვინც ქალს გულის თქმით შეხედავს, მან უკვე იმრუშა გულში. მათეს სახარების მე-5 თავის 22 მუხლი. მე ფსალმუნე წერს, არ მივიტან თვალთან უკეთურ საგანს. ფსალმუნი 101, მე-3 მუხლი. პორნოგრაფია ხანმოკლე სტიმულაციას და დაკმაყოფილებას გთავაზობთ, რადგან ჩვენს ხორციელს სურვილებს მიემართება, მაგრამ იგი ამოჭამს ჩვენს უნარს, რომ ახლო ურთიერთობა ვიქონიოთ მეუღლესა და ღმერთთან. საბოლოო ჯამში უკმაყოფილო რჩებით მეუღლით და საკუთარი თავით. შეიძლება მოგოჩვენოთ, რომ პორნოგრაფია სასურველ ნაპერწკალს წარმოშობს, სინამდვილეში კი პატრუქს უკიდებს, რომელიც საბოლოოდ დაბნეულობის, დანაშაულის გრძნობის, სირცხვილისა და დაუცველობის აფეთქებას მოიტანს. ბოლო დრომდე პორნოგრაფიული ვებგვერდები ყველაზე პოპულარული გახდათ მოსახლეობას შორის და სოციალური მედია საიტების ნახვადობასაც აჭარბებდა. ყოველი 10 ვებგვერდიდან 1-ზე მეტი პორნოგრაფიულია. 40 მილიონზე მეტი ამერიკელი რეგულარულად სტუმრობს მსგავს საიტებს და ყოველ წამში 28,258 ინტერნეტ მომხმარებელი პორნოგრაფიას ათვალიერებს. ეს არ გახლავთ მხოლოდ მამაკაცების საქმიანობა. 5-დან 1 ქალი ყოველ კვირას უყურებს პორნო საიტებს და მრავალი მათგანი თავის უმწეობას გამოხატავს მასტურბაციასთან გამკლავების საკითხში. როგორც მამაკაცები, ისე ქალები თავიანთ მავნე დამოკიდებულებას ინტერნეტის მიღმაც კვებავენ ჟურნალების თვალიერებისა და ეროტიკული წიგნების მეშვეობით. უკანასკნელი საშუალება განსაკუთრებით პოპულარულია ქალებს შორის. რა შეიძლება ითქვას ეკლესიაზე? ჟურნალმა ქრისტიანობა დღეს ჩაატარა გამოკითხვა, სადაც მწყემსებს ეკითხებოდნენ დაათვალიერეს თუ არა პორნოგრაფიული გვერდები ბოლო 1 წლის განმავლობაში. მათგან 54%-მა კითხვას დადებითი პასუხი გასცა. ესენი ჩვენი ეკლესიის წინამძღოლები არიან. სხვა სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, ევანგელური რწმენის მამაკაცთა 50% პორნო დამოკიდებულია, ხოლო CNN-ის გამოკითხვით ქრისტიან მამაკაცთა 70% ამ ცოდვით იტანჯება. ახლა დავსვათ კითხვა. კათედრიდან მოსმენილი გამამხნევებელი ქადაგებები არის თუ არა პასუხი ამ ეპიდემიაზე, რომელმაც ახლა პიკს მიაღწია. პორნოგრაფიის პრობლემა 27 წლის ასაკამდე მაწუხებდა და ეს პერიოდი ჩემი მსახურების საწყის ეტაპსაც მოიცავდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლამაზ ქალზე დაქორწინებით ამ ცოდვას თავისთავად შევწყვეტდი. მოხდა პირიქით, ცოდვა არათუ შეწყდა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდა. ამან ჩემსა და ლიზას შორის ბარიერი აღმართა.
ვერ გავთავისუფლდი 1984 წლის შემოდგომამდე, სანამ ერთ ღვთის კაცს არ უამბე ჩემი მიდრეკილების შესახებ. მან სრულიად გარკვევით მითხრა: შეწყვიტე ამის კეთება. ამ მსახურმა მკაცრად მისაყვედურა. მისგან ვერ მივიღე გამამხნევებელი სიტყვა. სამაგიეროდ მივიღე მტკიცე მითითებები და გაფრთხილება, რომ ჩემს ცხოვრებაში ადგილი მიმეცა ღვთის ჯანსაღი შიშისათვის. იმ კაცის სიტყვებმა ღვთის ძიებისკენ მიბიძგა თავისუფლების მოსაპოვებლად. 9 თვის განმავლობაში სრულიად გავთავისუფლდი და დღემდე ასე ვარ. აღმოაჩინე, რომ ღვთის მადლი მეტად ძლიერია. მას შეუძლია პორნოგრაფიაზე 11 წლის ასაკიდან მიჯაჭვული მამაკაცის გათავისუფლება. ეს ჩემი მწუხარების კიდევ ერთი მიზეზია, რომ მსახურები არ ფიქრობენ ღვთის მადლის სრულ სარგებელზე. ღვთის მადლი რომ არ მეპოვნა, არა მარტო უსასყიდლო კეთილგანწყობის, ცოდვების პატიებისა და გადარჩენის, არამედ ღვთიური გაძლიერების სახითაც, რომელიც ყოველგვარ ბუნებრივ უნარს აღემატება, დღემდე შებორკილი ვიქნებოდი. ნუ იქნები ხარბი და ანგარებიანი. სიხარბის განსაზღვრება ასეთია: რაიმეს, განსაკუთრებით კი სიმდიდრის, ძალაუფლებისა და საჭმლის ძლიერი და ეგოისტური ნდომა. რაოდენ ხშირად ამახინჯებენ და სიხარბედ გადააქცევენ მორწმუნეები ღვთის დაპირებას კურთხეული, წარმატებული და ნაყოფიერი ცხოვრების შესახებ. მათი ყურადღება მეობაზე კონცენტრირებულია და არ ფიქრობენ მსახურებისათვის აღჭურვასა და სხვებისათვის გაღებაზე. ანგარება გაუმაძღარია და ეს კერპთაყვანისმცემლობაა. იხილეთ კოლასელთა მესამე თავის მეხუთე მუხლი. როცა სიხარბე გვძლევს ჩვენი სურვილები, მისწრაფებები, გემოვნება, სახელი, სტატუსი, პოპულარობა და ფინანსური გულისხმები ღმერთსა და სხვა ადამიანებზე მაღლადგება. უამრავი ამბავი გამიგია, რომლებიც მორწმუნეთა ცხოვრებაში მთლემარე ანგარებაზე მეტყველებენ. ბილყამმა ღმერთთან ურთიერთობა ამის გამო დაკარგა, ისევე როგორც კაენმა, კორახმა და ძველი აღთქმის ბევრმა მორწმუნემ, რომლებიც ერთ დროს ღვთის თანდასწრების წინაშე იდგნენ. სხვებს საერთოდ სიხარბეში სძინავთ, რადგან ისინი არავის გაუფრთხილებია. სწავლებასა და ქადაგებაში გაფრთხილება ნიშნავს ჩვეული დადებითი და გამამხნევებელი სიტყვისაგან გადახვევას. თუ გსურს მამაკაცებსა და ქალებს მოწიფული სულიერი ასაკის მიღწევაში დავეხმაროთ, არა მხოლოდ უნდა ვასწავლოთ, არამედ უნდა გავაფრთხილოთ კიდეც. იხილეთ კოლასელთა მიმართ წერილის პირველი თავის 28 მუხლი. ბავშვობაში მომწონდა ჩემი მშობლების სწავლება, მაგრამ მათ გაფრთხილებებს ყურად არ ვიღებდი. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ამ გაფრთხილებებს ჩემი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. მამას რომ არ ეთქვა, რა შედეგები მოჰყვება სახრახნისის შეყოფას დენის შესაერთებელში, ცნობის მოყარეობის გამო გავაკეთებდი ამას და დენის დარტყმასაც მივიღებდი. პავლემ ასე უთხრა ერთ-ერთ თავის საყვარელ ეკლესიას. ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ 3 წელიწადს დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლეთი თითოეულ თქვენგანს. საქმეების მე-20 თავის 31 მუხლი. 3 წლის მანძილზე დღე და ღამე და ეს ყველაფერი ცრემლებით. ნუ თუ ჩვენ ასე ვაფრთხილებთ ადამიანებს, რას ვიტყვით ყოველდღიურ ცხოვრებაზე? იქნებ ჩვენ მასწავლებლებსა და მქადაგებლებს უბრალოდ გონია, რომ გამამხნევებელი სიტყვა მსმენელებს სიხარბისგან იხსნის. ასე ვფიქრობთ? პირადად მე წლებია, რაც არ მომისმენია სიტყვა ანგარებისგან თავის დაცვის შესახებ. პავლე ერთ-ერთი პირველია, ვინც მადლზე ქადაგებდა და იგივე პავლე მთელი არსებით ევედრება ეფესელთა ეკლესიას და ჩვენს, რომ თავი დავიცვათ ანგარებისაგან. ასევე მოისმინეთ იაკობ მოციქულის სიტყვები. საიდან მომდინარეობს ბრძოლები და შეხლა შემოხლანი თქვენ შორის თუ არა თქვენივე გულის თქმათაგან, რომლებიც თქვენ სასოებს შორის იბრძვიან. გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვებით ითხოვთ, რათა თქვენი გულის თქმებისათვის გაფლანკოთ. მრუშნო. იაკობის წერილის მე-4 თავის პირველიდან მე-4 მუხლის ჩათვლით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, კარგი რა იაკობ, ნუ იქნები ასე ნეგატიური. მაგრამ ნუ თუ მოციქული უბრალოდ ბუზღუნა მკაცრი და უხეში იყო. თუ მართლა უყვარდა ის ხალხი, ვისაც წერდა. იქნებ სწორედ ეს იყო მისი გამომაფხიზლებელი ქადაგების მიზეზი ხალხისათვის საამო და პოპულარული სწავლების ნაცვლად. ამიტომ ხომ არ მიანდო ღმერთ მამას ახალი აღთქმის ნაწილის დაწერა და ვინმე უფრო ხარიზმატული მქადაგებელი არ შეარჩია. შორს იყავით შეუფერებელი საუბრებისაგან. სიაში შემდეგი გახლავთ, ნუ ჩაერთვებით ლაქლაქსა და ბილწსიტყვაობაში. ნუ იქნებით უხეში და უხამსი ანეკდოტებისა და ამბების მოლაპარაკე. ამაში იგივე შინაარსის მატარებელი ვიდეოების ყურება, მუსიკის მოსმენა და სხვა ამგვარად შედის. ერთხელ მთხოვეს დავხმარებოდი მსახურებაში ჩართულ ახალგაზრდებს, რომლებიც საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი მათი წინამძღოლების მხრიდან უხეშობის, უხანსი ხუმრობების და ისეთი საუბრების მოსმენის გამო, რომლებიც ამ ქვეყნიური ადამიანის ლაპარაკის მანერისგან არაფრით განსხვავდებოდა. რატომ აკეთებენ ამას წინამძღოლები? იმიტომ ხომ არ ხდება ასე, რომ ღვთის ხალხსა და მათ წინამძღოლებს არ ვეუბნებით, ეს არ არის ის ქცევა, რომელიც სათასამეფოს მოქალაქეს შეეფერება. პავლე კოლასელებს წერს: ყოველთვის მადლიანი იყოს თქვენი სიტყვა, მარილით შეზავებული. მე-4 თავის მე-6 მუხლი. ჩვენი საუბარი
მადლით სავსე უნდა იყოს. შემდეგი. ნუ დათვრები. ნურს ლუდით, ნურს ღვინით, ან ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელით. ეს მითითება ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ფსიქოტროპული წამლების მიმართ, იქნება ეს ლეგალური, არალეგალური თუ ექიმის მიერ გამოწერილი. კიდევ ერთხელ ვისმენთ აკრძალვას ნუ. ალკოჰოლი მაცდუნებელია. იხილეთ იგავთა 33 თავის 31-დან 33 მუხლის ჩათვლით. მას ადვილად შეუძლია შეტყუება, რომ უფრო მეტი დალიოთ და გაჩერების დრო გამოგეპაროთ. ალკოჰოლს საღი განჯის უნარი შესუსტება და საბოლოოდ გამოლევა ძალუძს. ადამიანი აკრძალვებთან დათმობაზე მიდის და გულისა და ტვინის ბუნებრივი დამცავი ფუნქციები აღარ მუშაობს. ეს კომპიუტერის სისტემიდან ვირუსებისგან დამცავი პროგრამის წაშლას გავს. როცა კეთილგონიერება ქრება, საშიში აზროვნების პროცესში ვერთვებით. არსებითად ალკოჰოლი ჩვენი ტვინის უსაფრთხოების სისტემას თიშავს. თუნდაც შეგვეძლოს და ვიცოდეთ, როდის უნდა შევწყვიტოთ სმა, ასეთი საქციელით უნებლიეთ სხვებსაც უბიძგებს მისკენ. ნება მიბოძეთ ერთი ამბავი გაგიზიაროთ. ერთი წამყვანი მწყემსი მშობლიური ქალაქის რესტორანში სვამდა. იქვე აღმოჩნდა მისი ეკლესიის ახალმოქცეული წევრი, მდიდარი ბიზნესმენი, რომელიც მოქცევამდე ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. მოქცევის შემდეგ კაცი ყველანაირად თავს იკავებდა სმისგან და შეიძლებოდა მიგვეკუთვნებინა კატეგორიისათვის, რომლებიც ესესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ. მოკლე ხანში დაინახა თავისი მწყემსი, რომელიც რესტორანში სვამდა, ბიზნესმენი 3 დღით საქეიფოდ გაემგზავრა. იმ 3 დღის განმავლობაში მეტად უგუნური საქმიანი გადაწყვეტილებები მიიღო და ფინანსური თვალსაზრისით კინაღამ ყველაფერი დაკარგა. კიდევ უფრო საშინელი ის გახლდათ, რომ ოჯახიც დაენგრა. როცა მოგვიანებით კითხეს რა მაიძულა სამდღიანი სმა, მან ასე უპასუხა: დავინახე როგორ სვამდა ჩემი მწყემსი და ვიფიქრე, თუ მისთვის შეიძლება, ესე იგი ჩემთვისაც შეიძლება. რასაკვირველია, ეს ადამიანი პასუხისმგებელია თავისი არასწორი არჩევანის გამო, მაგრამ ამ შემთხვევამ უნდა დაგვაფიქროს თუ არა ზეგავლენაზე, რომელსაც სხვა ადამიანებზე ვახდენთ. უკანასკნელ ხანებში ბევრი მსახური თავისუფლად სვამს სახალხოდ. წმინდა წერილში არის გარკვეული ადგილები, რომლებიც მათ მოჰყავთ თავიანთი საქციელის გასამართლებლად. ერთ-ერთია ტიმოთეს მიმართ პირველი წერილის 3 თავის 3 მუხლი, სადაც პავლე ტიმოთეს ეუბნება, რომ ეკლესიის მსახურები არ უნდა იყვნენ ღვინოს მიძალებულნი. აქ პავლე იყენებს ბერძნულ სიტყვას პაროინოუ. ბიბლიურ სიტყვათა სრული სასწავლო ლექსიკონის განსაზღვრება ასეთია: ღვინოზე დამოკიდებული, მთვრალი. სიტყვა არ გულისხმობს ალკოჰოლის პასუხისმგებლობით ან ზომიერი ოდენობით გამოყენებას, არამედ მის ბოროტად მოხმარებას. შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი, თუ როგორ უდევს პიროვნებას მაგიდაზე ღვინის ბოთლი ყოველთვის, რაც მავნე მიდრეკილებაზე მიანიშნებს. NIT ვერსია ამ მუხლს ასეთ არგვნის: ეკლესიის წინამძღოლი არ უნდა იყოს ლოთი. სხვა წერილში პავლე ტიმოთეს ურჩევს: ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო. ტიმოთეს მიმართ პირველი წერილის 5 თავის 23 მუხლი. ტიმოთე წამყვან მწყემსად ითვლებოდა ეფესოს ეკლესიაში. დღეს მრავალი მსახური ასე ფიქრობს: თუ ეკლესიის წინამძღოლი ღვინოს არ უნდა შეხებოდა მოწმინდართა ფიცის თანახმად, პავლე მწყემს ტიმოთეს არ ურჩევდა სამკურნალო მიზნებისთვის ღვინოს გამოყენებასო. ამგვარ საკითხებში ყველაზე ხშირად მოყვანილი ეპიზოდია იესოს მიერ წყლის ღვინოდ გადაქცევა. დედა აზრი ასეთია: იესო წყალს ღვინოდ არ გადააქცევდა სახალხოდ, სმა რომ არასწორი საქციელი ყოფილიყო. თუ მხოლოდ ზემომოყვანილ მონაკვეთებს მოვიშველიებთ, პიროვნება შეუძლია ამტკიცოს, რომ რესტორანში მყოფ მწყემს ცუდი არაფერი ჩაუდენია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ალკოჰოლიზმი ფართოდ მოდებულია. შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 88,000 ადამიანი კვდება ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებების გამო და იგი მესამეა სიკვდილის მაპროვოცირებელ მიზეზებს შორის. 2007 წელს Washington Post-მა განაცხადა, რომ ყოველ მესამე ამერიკელს აქვს ან ჰქონდა ალკოჰოლიზმის პრობლემა. ალკოჰოლიზმისა და ალკოჰოლური მიდრეკელებების ეროვნულმა ინსტიტუტმა წარმოადგინა მონაცემები, რომ 2012 წელს 18 წლის და მასზე უმცროსი მოქალაქეების 25% გადაბმულად სვამდა ბოლო თვის განმავლობაში. შემაშფოთებელი რიცხვია. 4 ადამიანიდან 1 მხოლოდ 1 თვის განმავლობაში. გაცილებით მეტი სტატისტიკური მონაცემის მოყვანა შემიძლია, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამერიკელებს სასმელის ბოროტად გამოყენების მიდრეკილება აქვთ. ლოთობა არა მარტო შტატებშია ფართოდ გავრცელებული. 2012 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა 6% ალკოჰოლის გადაჭარბებით მოხმარების გამო დაიღუპა. პლანეტაზე ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება რიგით მეხუთე რის ფაქტორია ნაადრევი სიკვდილიანობისა და უუნარობის მხრივ. იგი პირველ ადგილზე დგას 15-დან 29 წლის ასაკამდე ადამიანებს შორის. ამ ეპიდემიიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე მორწმუნეებმა, ლოგიკა აუცილებლად უნდა მოვიშველიოთ ერთი ნაბიჯის წინ გადასადგმელად და კერპშენაწირის ხორცის ჭამაზე პავლეს მითითების მასშტაბები გამოვარკვიოთ. მონაკვეთში, ამიტომ თუ საჭმელი აპრკოლებს ჩემ ძმას უკუნისამდე აღარ შევჭამ ხორცს, რათა ჩემი ძმა არ დავაპრკოლო, პავლემ ნათლად განაცხადა,
რომ კერპშენაწირის ჭამა ცოდვა არ არის. მიუხედავად ამისა, თუ ეს სუს ძმას აბკოლებს, იგი ამას არაფრით არ გააკეთებს. შესაძლოა გამოვიტანოთ